ჩვენ აღარ გვეშინია თქვენი და ნებისმიერ თქვენგანს გავუმკლავდებით ახლა. ხამბედაობის აბები მიიღეთ თუ რა ხდება? კალათბურთელებო, ახლა პრობლემები შეგექმნებათ. გახსოვს? მახსოვს და მერე რა და მალე შენს გექნება მსგავსი სახეზე. ლორა, იცოდე რომ აღარასდროს აკოცო არავის? ეს ნიშნავს რომ თამაშიც კი არავის კოცნა არ შემიძლია? თამაშიც კი არავის აკოცებ. იცოდე რომ ბენსი ძალიან იეჭვიანებს მაგარი ზედა აგაბი, მაგრად მოგიხდება. ასე ფიქრობ? დიახ. კარგი, ოლივია, როდის დავიწყებთ ჩვენ კოცნას? დენს, კოცნა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ წყვილი არ ვართ. მოდი ახლავე წყვილი გავხდეთ. მე შენ ძალიან მომწონ ხარ. შენთან ერთად პაემანზე წასვლობ თავაზობ? კი, დიდი ხანია მინდოდა შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა რომ არ დამთანხმდებოდი. დავიწყოთ შეხვედრები? მე ახლავე ვერ დაგთანხმდები. უნდა დავფიქრდე. როგორც ჩანს, კამპუსში ახალი წყვილი ყავს. საკმარისია, ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს. მაგარია, ახლა ოლივიას შეყვარებული ყავს, მე კი არა. დაივიწყე რა, სულ მალე ახალი ზედა გექნება. შეხედე, ეს უფრო მაგარია. ჰო, მაგარია. შეხედე, ჩვენი ჯადოქარი უკვე აქ არის. ფუ, რა, მის ჭამას აპირებს ის? აქედან ვერაფერს ვხედავ. სიმინდის მარცვლებია? ახლავე წავალ და ვკითხავ. ჰეი, ლუნა. მეგობრებო, ის ჭიებს ჭამს. რატომ ჭამენ ჯადოქრები ყველაზე საზიზღარ რაღაცეებს? და დაკმამას აკოცავ. ეს ნიშნავს, რომ ის ახლა ჯადოქარია. ჯადოქარი არა ის კიდე. წყევლა კოცნით არ ვრცელდება. ჯადოქრობა ძალიან საშინელებაა. არავის სურს ჯადოქრებთან მეგობრობა და ჯადოქრებს არასდროს ყავთ შეყვარებულები. ყველა ბიჭს ეშინია მათი შვილებიც ჯადოქრებად იბადებიან? თუ ის ჩვეულებრივ ბიჭს შეუყვარდა, მისი შვილი შეიძლება ნახევრად ჯადოქარი გახდეს. ნახევრად ჯადოქარი? კარგი, თემა შევცვალოთ. ეს საუბრები უკვე საშინელება ხდება. ბიჭებო, რაღაც სახალისო მოხდება ახლა. ხედავ გართობა გიყვარს. კი, ძალიან. მეც მიყვარს. გააღეპირი? რატომ ლუნა? უბრალოდ გააღეპირი და მიხვდები. გემრიელად მიირთვი. მაშ როგორ მოგწონს ჯადოქრის დელიკატესი? ეს სულაც არ არის სასაცილო. ფუ. მეთკინა. ნუ ღელავ ძმაო, შენთვის შურს ვიძიებთ კალათბურთელებზე. მათ ჩვენ გავუმკლავდებით. ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, რაც მათქნეს. ბენს, სადმე შევიტყუებთ. მტკივა. მომწონს ეს იდეა. ბენსი მათი ლიდერია, ამიტომ ის უნდა მიიღოს, რაც მან დაიმსახურა. რეპეტიცია გვჭირდება. მოდი ვითომ, ნაისია ბენსი. ნაის, რატომ იყურები ესე გაკვირვებული? ნაის, კარგად ხარ? ფაზლ, გაგიჟდი? კარგი, მორჩა, მე ბენსი აღარ ვიქნები. მშობლები დაბრუნდნენ? არა, მშობლები სამსახურში არიან. რა გინდათ, ლუზერებო? დროზე სწრაფად ილაპარაკეთ. თქვი, ბუშტო, ეს შენ მოიფიქრე. დამავიწყდა. ბუშტო, ხუმრობ, რატა გავიწყდა? ახლა გამახსენდა. მოკლედ, ჩვენ გვინდა რომ თქვენნაირი მაგრები გავხდეთ. გინდა რომ მაგრები იყოთ? ეს ასე არ გამოვა. ყველაფერი შესაძლებელია. თუ ნამდვილად მოინდომებ. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვიყოთ მაგრები, რომ ყველა გოგოს ჩვენთან შეხვედრა მოუნდეს. კარგი, ვთქვათ, ჩვენ მაგრები გაგხადეთ. თქვენ რას გვთავაზობთ ამის სანაცვლოდ? ვიცოდით, რომ ამ შეკითხვას დაგვისვამდით. კარგი, ერთი თვით სრულიად უფასოდ მოგაცვით გემრიელ ლიმონადს და ტკბილ პოპკორნს და მარილიანსაც.
არა, ამ სისულელეს არ დავთანხმდებით. ლიმონადი და პოპკორნი თქვენთვის შეინახეთ. ლიმონადი და პოპკორნი. კარგი ლუზერებო, მოშორდით აქედან. ახლა ვიტირებ. ლუზერებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამ გამოწვევას. ავეხმაროთ მათ, გახდნენ მაგარი ბიჭები. კარგი, მაგრამ ჯერ პატარა დავალება უნდა შეასრულონ. და რა არის ეს? მათ ბენსი ჩვენს ხაფანგში უნდა შემოიტყუონ. გამარჯობა ჩემო საუკეთესო მეგობარო. უკვე გითხარი, მეგობრები არ მჭირდება. ლუნა, მაგრამ რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? თუ კიდევ ერთხელ მიწოდებ ჯიუტს, წყებას დაგატეხავ თავზე, გაიგე? ლუნა, სერიოზულად ამბობ? ხუმრობები არ გესმის? ჩვენი გუნდისთვის სახელიც კი მოვიფიქრე, ჯადოქრები. სულელურია და არაორიგინალური სახელია. ზუსტად შენნაირი. თავად მოიფიქრე უკეთესი. მე სახელი უკვე მოვიფიქრე. მართლა? გაჩუმდი და მოშორდი აქედან. მისი საუკეთესო მეგობარი უნდა გავხდე. მერე კამპუსში ყველა შეეშინდება ჩემი. ვაუ, ლეია, ვირთხა! მას ლუნას გამოყენება სურს, რომ ყველას მისი ეშინოდეს. ყველა გოგოს უნდა ვუთხრათ ამის შესახებ. სად არის ამინა? ჰეი გოგოებო, მე უკვე მოვედი. აბა რა ხდება თქვენთან? ამინა, ახალი ცეკვა მოვამზადეთ. ძალიან მოგეწონება, შეხედე? კარგი, მაჩვენეთ. ოღონდ მოდი ამჯერად შევთანხმდეთ, რომ არ იჩხუბებთ. კარგი, 3, 4. ვაიმე, ჯანტაბა, პოლი, რა ხდება? ბრმა ხარ? შენ ხარ ბრმა? მეტკინა, ჯანდაბა, ისინი გამოუსწორებლები არიან. სულელი ხარ. შენ ხარ სულელი. ენის გამოყოფის უფლება არ გაქვს. მოგოებო, გაჩერდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ. არ მინდა, არ მაქვს ამის ცეკვის განწყობა. შენ სულელი ხარ. გოგოებო, ახლახანს რაღაც აღმოვაჩინე. გაგიჟდებით, როდესაც ამის შესახებ გაიგებთ. სტეფან, გითხარი რა აღმოვაჩინე? კარგი, გეტყვით. ყურადღებით მომისმინეთ. აბაზანაში ვიყავით და შემთხვევით ლუნასა და ლეიას საუბარი მოვისმინე. და რა გაიგონე? აღმოჩნდა, რომ ჩვენი ლეია ისეთი შვიდი არ არის, როგორც ჩანს. მას მზაყრული გეგმა აქვს. ვაუ, რა ეშმაკური გეგმაა. საყვარელი და კეთილი გოგო ჩანს. მას სურს საკუთარი გუნდის შექმნა და მასში ლუნას გაწევრიანება. რატომ სჭირდება მას ლუნა? მას სურს, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. გესმით თუ არა, რას გულისხმობ? კი, ჩუ, გოგოებო, იქ ვიღაცაა. პონკა? შენ რა გვისმენდი? ადამიანების ჩუმად მიყურადება ცუდი საქციელია. ჩუმად არ გისმენდით? მე ახლახანს მოვედი და ვერ გავიგე რა დელაპარაკობდით. სხვათა შორის. გასაგებია. გოგოებო, გავაგრძელოთ ჩვენი რეპეტიცია. ეს დარბაზი მხოლოდ შენი არ არის. ეს საერთოა, რომ იცოდე. თუ შენ გამარჯვება გინდა, ჩვენ ამას არ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ. დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ. ალათბურთელებო, ძალიან მაგრები ხართ. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. ბედნიერი ხარ, რომ კალათბურთელს ხვდები და არა რომელიმე ლუზერს, რა თქმა უნდა, ბენსიკ. ჰეი, კალათბურთელებო, რა გინდათ ლუზერებო? თქვენ თვითონ ხართ ლუზერები. ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ ახლა. მაგარი ბიჭები ხართ? რამეს ასაცილო ვთქვით? ჩვენ ახლა აღარ გვეშინიათ თქვენი და ნებისმიერ თქვენგან შეგვიძლია გავუმკლავდეთ. გამბედაობის აბები დალიეთ თუ რაშია საქმე? გამბედაობის კოქტეილი გქონდათ? იქნებ კატასავით 900 ცოცხლე გაქვთ, ბუშტო, და ახლა რა ვქნათ? გეგმა B. გვაქვს თუ არა გეგმა B? მახლავე გვექნება. ლუზერო, ეს რა ჩაიდინე? ბენს, როგორ ხარ? ახლა კი გავიქეცით. რას ელოდებით? ამაყენეთ. სულესა, ეს ლუზერები შარში არიან. მოიცა, ეს ჩემი ბრძოლაა. მე თვითონ გავუმკლავდები მათ. დარჩით აქ, მალე დაუბრუნდები. ოლივია, გაიწიე, ბენს დავეხმარები. ვერ გაიგე ბენსმა, თქვა რომ მას თავად მოაგვარებს. წავიდეთ გოგოებო.
როგორ ჩანს სატყუო არა მიმოქმედა, პენსი აქეთ მოდის. მაგრამ სად არიან ლუზერები? ბიჭებო, მე დავიჭირე ის. რა ჩანდაბა? გამიშვი ხელი, შეხედეთ. მორჩა კალათბურთელო, ახლა პრობლემები შეგექმნება. გახსოვს თუ არა ეს? კარგად მახსოვს და მერე რა? მერე რა და ახლა შენც ისეთივე გექნება. სად არის ბენსი? წარმომიდგენია რა გაუკეთა ბენსმა. ამის შემდგომ მათ ძალიან შეეშინდებათ კამპუსში დაბრუნების. ისინი ძალიან დიდ შარში გაეხვევიან. ბენსიც მოვიდა. მას ბენს ცემე ეს სულელი ლუზერები. წარმოგიდგენიათ? ვერ ვცემე ისინი. რა მოხდა? შენ რა, ლუზერებმა გცემეს? ლუზერი ხარ. თქვენ ხართ აქ ნამდვილი ლუზერები. მე კამილმა, ფაზლმა და ნაისმა მცემეს და ეს ყველაფერი თქვენ გამო მოხდა. ერთგულო მეგობრებო. ბენს დამელოდე. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ ძალისხმევას და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. ბენს, რატომ ზიხარ აქ? ბენსი დავაწყნაროთ რა. წავიდეთ. Say no.